ლიბერალიზმის მე გარკვევა თვითონ ამ ტერმინში. ლიბერალიზმის ისტორია არ არის გუშინდელი. საიდან იღებს რამდენი ფაზა გადა რომელი ლიბერალიზმი, კლასიკური, მოდერნისტული, ლიბერტალიანული, ეს უნდა გააგებინო ადამიანს, ჯერ რატო ლიბერალიზმი, რომელი სახეობა ევროპაში დაიწყო ეგ მოძრაობა. და მე რა ისინი გათახსირების მსურველები იყვნენ ლიბერალიზმი, თქვათ ჯონ ლოკი იწყებს მთელი რაღაცებს, მაგრამ იმის განსახიერება იყო მორალისა და ზნეობის განსახიერება იყო. და მე ვერ გავიგე საქართველოში რატო შეიტანეს ესე გაუკომართებელ ლიბერალური წარმოდგენა და ახალგაზრდები დააბნიეს. და ამიტომ არის რომ რატო აგენებენ ლევან ბერძენიშვილს აი ერმილე ნემსაძეებისნაირი ხალხი. იმიტომ რომ ამან არასწორად მიაწოდა და გააღიზიანა, ესენი ხო კონსერვატორები არიან, ესენი ხო ტრაბახობენ თავისი უბიწოებით, უმანკოებით, ესენი ტრაბახობენ ამით რომ ზნეობრივები არიან. ტრაბახი მიდის რა, მორალისტები არიან, ხო, ერთგულები არიან ვითომ ცოლების, ერთგულები არიან მეტი არა ჩემი მტერი. და იქით ამ ხარი არის გათახსირებული. გათახსირებული ევროპა, ევროპა არ გვინდა რომ გაგვათახსირებს რა, საქართველოში ევროპა არ იყო, გათახსირებულები არ იყვნენ. ეს პრიმიტიული გაგებაა როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის. ამიტომ როცა ლიტერატურა შემოდის და თან უცხოური ლიტერატურა, ამას სჭირდება გარკვეული ცნობიერების გაცნობა. რა ცნობიერებამ წარმოშვა ის ლიტერატურა, რომელი ლიტერატურაც არის დასავლური და ანგლოსაქსური ლიტერატურა მხატვრული ფორმით იმის გადმოცემაა, რაც დამალული არის ცნობიერება და ცნობიერება კიდე იკვებება რაღაც ხედვით, თეორიით, რომლის უკან დგას ფილოსოფია და ფსიქოლოგია. თუ ეს არ გამაცანი, ამ ლიტერატურას ვერ გავიგებ, ამ ლიტერატურას ავიღებ და ჩემს სოფხედობას დაურთავ. ან მივიღებ, ან არ მივიღებ. თუ მივიღებ, როგორ მივიღებ, ზედაპირულად ჩავმცვიდება, თუ არა და ყველა ვარიანტში ვაგინებ. აი ესეთი მდგომარეობაა საქართველოში და ვერ მოხერხდა რა ამის დაალაგება. ზერელი ევროპელობა, რაღაცა, მე რაღაც გულზიდვები, ევროპა ეს არის გათახსირება და ჩვენ ვნადგურდებით საქართველოში. და ერთმანეთს გადავკიდეთ ქართველები. ასე რომ ეს ხალხი რო წავა, მე უნდა ასავლო კაცო ჯერ ერთი რატომ არის მანდამაც ისე ქართული ყოფიერები და ნამოსვლის კარგი საშუალება არის, უბრალოდ თქვათ ქართული ცნობიერების ჩვენი ქართული ლიტერატურა. რომლის ისტორია ითვლის 1600 წელს. და ამ ქართული ლიტერატურის გარჩევა უფრო კარგი არ არის, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აღწერს ჩვენს ცნობიერებას და შესატყვის ყოფიერებას. ამიტომ ამის სწორი ინტერპრეტაცია იმას მოასწავებს, რომ გამთავისუფლდეთ თუ ცუდი არა, იმიტომ რომ ესეც ხო ინფორმაციაა. ინფორმაცია ჩვენი მდგომარეობისა, ცნობიერის მდგომარეობისა. მე მთელ ქართულ ლიტერატურაში არის უფრო ჯერარსი. არ არის რეალისტური. რეალისტური ლიტერატურა ჩვენში ჩნდება მე-19 საუკუნეში. აი პოლიტიკური რეალისტები რო არიან, ხო, თან პროზა მანამდე ემსახურებოდა რას? აი სასულიერო რაღაცა სივრცეს და ყველაფერი იყო აგებული იმაზე, რომელი ისა პიროვნება ეწამა, გამიგეთ, იქით ვიღაცა არაბი ეწამა, ნახე ქართული იმისა. ეს ყველაფერი არის პროპაგანდა. და ეს აწყობს მართლმადიდებულ ამ გამოთაყვანებულ რელიგიას, გამიგეთ და ქართული ლიტერატურის კორიფეები ძველები ამათ ემსახურებოდნენ. აი ამისგან გამიჯვნა დაიწყო მე-12 საუკუნიდან პირველ ეს რუსთაველმა გააკეთა. ნელ-ნელა ამან დისტანცირება რო გაუჯაყდა ყველა და გაქრა რუსთაველი, სად გადაამთისიქეს. ეს პოემა გამოცხადა როგორც ერეტიკული. და ამას კი არ იძახიან. ეს უნამუსოები, თან ახლა ყველაზე უნამუსო ეკლესია, როცა რუსთაველის ვეფხის თავს, თუმცა მაინც ერიდებიან ამის თქმას, დიდად არ სიამოვნებთ. იმიტომ რომ მთლიანად რუსთაველის პოემა ეს არის სეკულარული, საერო და გამიჯნულია რელიგიისგან. თან ამ სახელმწიფო რელიგიისგან, თორე ისე ამ პოემაში არის ღმერთის გაგება ნეოპლატონური გაგებით. ამიტომ უნდა იცოდეს კაცმა პლოტინი და პლატონი. რომ გავიგოთ, რუსთაველი ათეისტი კი არ იყო. უცნაურია რუსთაველის პოემა ათეისტურ ქვეყანაში ისწავლებოდა უკვე. თორე ვერ გადააგდებ ამას, იმიტომ რომ ჰუმანიზმის ნაირსახეობა არის და ჰუმანიზმი ათეიზმიც არის. ათეიზმი ჰუმანიზმი არის და რუსთაველი იმით გამოირჩევა ათეისტური ჰუმანიზმისაგან, რომ ეს ღმერთს არ უარყოფს და კომუნისტური ჰუმანიზმი ღმერთს უარყოფდა. ამიტომ შემოიტანეს რუსთაველი დატოვეს სკოლაში და ინტერპრეტაცია საბჭოური იდეოლოგიით ღმერთზე ის ამოყარეს და ამიტომ იყო მეგობრობა ვეფხისტყაოსანში, მე რაღაცა სიყვარული ვეფხისტყაოსანში, ეს თემები იყო სულ და ყელში ქონდა ამოსული ახალგაზრდებს. და იქ ღმერთის ადგილები რაღაც ფრაგმენტებს ასწავლიდნენ, მთლიანადაც არ ისწავლებოდა რო იცოდეთ ეს, ამოკრიფავდნენ, განათლების სამინისტრო ადგენდა ამას და პროპაგანდის დანიშნულება ქონდა ამას. ასე იყენებდნენ საბჭოთა იდეოლოგები ქართულ ლიტერატურას მოხარშეს და მატერიალისტურ ინტერპრეტაციით ასწავლიდნენ სკოლაში და ფაქტიურად ხსნიდნენ კომუნისტებს, ათეისტებს.
ხო და აი ეს მწერლები, რომლებიც უკვე გაემიჯნენ ამას რუსთაველიდან და ამ გზას მიყვება მე ყველა ის საერო მწერლები, ცოტა ევროპას ცნობიერებასთან რო აახლოებს, გამიგეთ? როგორიც არის აი ეს ხაზი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, შემდეგ გალაქტიონი, ეს ხაზი. მაგრამ ყველა არიან ჰუმანისტები. ჰუმანიზმი ხო იცით რა, რომ ცენტრი ადამიანი არის მთა გამსაზღვრელი. და ადამიანის წარმოდგენები არის გამსაზღვრელი თუნდაც წმენის საკითხში. ადამიანი იტყვის ღმერთი არის, სწორია, იტყვის არ არის, სწორია. ადამიანი განსაზღვრავს ამას, ჰუმანიზმი. ხო? და ახლა რელიგიას ეს არ მოეწონებოდა. ყველა ეს პოეტები ოფიციალური ეკლესიის მიუღებელი იყო. და საბჭოთა კავშირში, რა თქმა უნდა, უკვე ეს მერე დაიბრუნეს, მიიღეს და დაუპირისპირეს და მართლაც ახლა გურამიშვილი ახლა არ ლაპარაკობს, ახლა ეკლესიის არ ადიდებს არაფერი, მაგრამ უღმერთობასაც არ გადაგებს თავის დავითიანში. ბარათაშვილიც რელიგიური მოტივები აქვს, მაგრამ არა მართლმადიდებლური. ეხლა დაიბრუნეს. ნახეთ რა გააკეთა მართლმადიდებლო, ეხლა იბრუნებენ ყველაფერს და ახლა მათ იდეოლოგიას უკავშირებენ ამ მწერლებს. და აი ჩვენი კულტურა. ეს უნდა გავარჩიოთ, შემოკარგებო. ამიტომ ლიტერატურაში, რომ ჩვენ არა გვაქვს ფილოსოფია, ახლა ამ ხრივ ძველი ბერძნებმა იმდენი გააკეთეს, რა ვიცი, მაღაზიაზის მთელი ევროპა. აი პლატონი, არისტოტელე. ხო, ამის გარეშე ბევრი რამე ვერ გაიგება. და ნაკლებად მე ბერძნული არ გვასწავლეს მოსახლეობას, ლათინური დავიწყებულია. ამიტომ ეს შინაგანი მოთხოვნება ვისაც აქვს, ის ისწავლის, ხო? ისე ხო არ ისწავლება. და რა უნდა გაიგო, რა არის და როგორ არის. და სად მივდივართ, როცა მიდიხარ ოჯახში, რომელსაც არ იცნობ, რა წესებია, როგორ უნდა ვიცხოვრო, კანონები როგორ, ხო, ევროპაზეა ლაპარაკი. ხო უნდა შეისწავლო წინ. და რო შეისწავლო სად არის. ჩვენ გვაქვს კულტურა, ხო? არის კულტურა, ამას არის არის ეგ მატერიალური კულტურა, არის სულიერი კულტურა. რა მატერიალური კულტურა ჩვენ არაფერი არ შევიქმნია. ხოხს ვერ გავწვდით. და აი იყო მატერიალური კულტურის იმაში რა შედის? არქიტექტურა და ის ყველაფერი ის, რასაც ადამიანი აწარმოებს. ესე იგი, ყოფითი ესთეტიკა. ხო, ყოფითი დიზაინი. ხო, სხვა სიტყვებით რო ვთქვა. აი ესეთი რამე ჩვენ არ ქონია. ჩვენი სახლები იყო ძირითადად ისეთი, რომ მტერისგან უნდა დაგვეცვა თავი და შემაღლებულ ადგილებზე, ტაძრებით შემაღლებულ ადგილზე მაგიტო იყო და თავშესაფარს წარმოადგენდა ისეთი ტაძრები, როგორიც იყო ვთქვათ, აი მცხეთაში და მთელ რეგიონებში. იქ ვერ ავიდოდა ლაშქარი. ჩაკეტავდი კარებს და მაშინ არც რაკეტა იყო და არც ავტომატი და ისრებით ახლა ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებ. ამიტომ როგორც კი მტერი შემოდიოდა, ქალები და ბავშვები მაგ ტაძრებში შედიოდნენ. ტაძარი იმიტომ კი არ იყო, რომ ღმერთს წამდავენ იმას. ეს იყო გარკვეული გაგებით თავშესაფარი და ბევრი გადარჩებოდა ხოლმე. და ის ტაძრები, სადაც აშენებული იყო უფრო ვაკეზე, იმას გადაწვავდნენ. თუმცა ისე აშენებდნენ ამას, ისე რომ გაუძლებდა პირველ შემოტევას და მე ეს ტალღა წავიდოდა. ასე გადარჩა ბევრი ბავშვები და ქალები, დანარჩენებს გახვეტავდნენ. ასე რომ ჩვენ არ აქვს მატერიალური ღირებულების რაიმე, საქართველოს არაფერი არ შეუქმნია. ახლა შეეხება სულიერებას. სულიერ ინტელექტუალობაში ჩვენ არ აქვს ისეთი, რომ ჩვენ გვაქვს ძირითადად პოეზია. ჩვენი ლიტერატურა ეს არაფერი არ არის. ხო, ამიტომ როცა ვსწავლობთ ქართულ ცნობიერებას, რა თქმა უნდა, აქ ერთადერთი წყარო ქართული ყოფის შესასწავლი და განსაკუთრებით ამ ყოფას რა მოძრავებს, ესე იგი, სული და ცნობიერება არის ლიტერატურა. ამიტომ ლიტერატურას სწორად უნდა წავიკითხოთ. და არა ისე ვის რა მოეპრიანება და იდეოლოგიას არ უნდა დაუქვემდებაროთ, რომელი იდეოლოგია შემოვიდა მანდა და იდეოლოგიას მოარგე. ახლა თუ ხვდებით, რატომ არის რომ ბერძენიშვილს არ მოწონს ქართული ლიტერატურა და უფრო დასავლური ლიტერატურის პროპაგანდას ეწევა. ქართული ლიტერატურა იმას არაფერი არ მოწონს, უბრალოდ აი რუსთაველის სიტყვის ხანდახან და მე ამ გენებების გამო ცოტა ისევ დაბრუნდა. ეს შეცდომაა. მოწონებაზე კი არ არის ლიტერატურა, რა კი ღარი უნდა გავარჩიოთ. იმიტომ რომ ქართული ცნობიერებას ვერ გაიგებთ, თუ არ იცით რა არის ქართული ლიტერატურა. და ჯერ არ შემოსულა ახალგაზრდების ტალღა, რომ ქართული ცნობიერება შეისწავლოს ქართულ ლიტერატურაზე დაყრდნობით და რამდენად ეს დასაძლევია გვეუბნება. ინფორმაცია ეს. ასეა უცხოეთის. ფრანგული ლიტერატურა არის პირველ რიგში იმ ყოფაში დაწერილი, რომელ ყოფაშიც მწერლას უწევს მოღვაწეობა, მაგრამ ის ზოგადი არის, ვიდრე ჩვენი ნაციონალურია. აი ზოგადი შეიძლება ჩაითვალოს ლირიკა, აი გურამიშვილი, არა ბარათაშვილი, უფრო რუსთაველი, მაგრამ არ ითარგმნება ეს, ვერ თარგმნი, მეტაფორების თარგმნა ძნელია. რუსთაველი უკვე არის, ეს არ არის მარტო ქართული. ეს არ არის ზოგადსაკაცობრიოა,
მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეგ რო გააგებინო ვინმეს მეტაფორების თარგმნა არ შეუძლებელი და შინაარსი რო გადაიტანო, იტყვიან, რომ ეს ხო ევროპაში პლატონი და პლოტინია. განსაკუთრებით ნეოპლატონიზმი, პლოტინი ძირითადად. ხო, აი ეს ფილოსოფიური წიგნები წაკითხული ქონდა რუსთაველს და მის მსოფლმხედველობა საფუძვლად დაუდო აი ეს პლატონიზმი ამ ჰუმანურ პოემას, სადაც არის სიყვარული, მეგობრობა, მაგრამ არა ამქვეყნიური, პლატონიური. განუხორციელებელი ესეთი მეგობრობა. აი ესეთი რაღაცა ქვეყნებიც კიდე ვერ გაიგებ, რომელი ქვეყანაა მათ. სადარღვეულია გეოგრაფია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თითქოს ზეცაში ზე რეალიზმია, სიურეალიზმი სხვანაირად, ხო? და არის შედევრი ქართული ლიტერატურის ენისა. მართლა შედევრია. ასე ოსტატურად სიტყვები იხმაროს პიროვნებამ. აი ეს აფორიზმებზე გააწყოს და მუსიკალობა და რითმი. ჯერ ერთი მონაცვლეობა მარცვლებისა, ხომ? მაღალი და დაბალი შაირი. ესეთი რამის თარგმნა შეუძლებელია. და იმას აღარ ვიტყვი, როგორი არის რითმი და მუსიკა. მაგალითად, თანხმოვანების გამეორება. აი თანხმოვანების, ხო მეტი, აი როგორც არის ესეთი იმაში. დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასეცხმდენარა. ხო, ეს რა ადგილია? როდესაც დავარს ეუბნებიან, რომ გაბრაზებულია შენი ძმა ნესტანდარეჯანის ამბავთან დაკავშირებით და მოკლავსო. და ამან რო ეს ინფორმაცია გაიგო, ვიდრე მომკვლიდეს, მოჰკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასეცხმდენარდა. თარგმნეთ აბა. ნახეთ, აი ესეთი თანხმოვანების გამეორება იწვევს ნახეთ როგორ მუსიკალობას. ასევე კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე. ჩ. არ ითარგმნება არც ერთ ენაზე. აგერ მაქვს რუსულადაც, ინგლისურადაც. აუ, გაუგებარია. ხედავ და აი ახლა წარმოიდგინე ის პოეზია, რომელი პოეზიაც გაჯერებულია პოეზიაში უფრო აზრი, რო ითარგმნა, როგორც არის გოეთეს ფაუსტი, როგორც არის დანტეს ღვთაებრივი კომედია, აზრი, ან შექსპირი თუნდაც. შექსპირი ახლა ორიგინალში არის როგორი, შედარებები, მაგრამ აზრი მაინც გადამოტანილია თუნდაც ქართულზე, გამიგე და ჩვენი აზრი, რო გადავა, აზრი არის გადამოცემული აფორიზმით. აფორიზმით და მეტაფორებით. ეს სილამაზია, ეს ფერებია. და ამას ახლა როგორ უთარგმნი და რო ითარგმნებ ეს ძალიან აი განახევრებულიც კი არ არის. და ვერ გააგებინებ რა სპეციალურად ქართული უნდა ისწავლოს ქართველოლოგმა. რომ თქვას, რომ ეს კულტურა მართლაც ევროპული კულტურა არის. მხოლოდ მიკრო. აი ეს ამ პოეზიაში ეს მართლაც ხანდახან ვიძახი, ეს ქართველმა დაწერა. ესეთი იდეები ქართველს ხდები და ეს ზეგალათ აქვთ, გამიგე? და არც არამის არ აქვს წაკითხული. გაახილვა ჭირდება რუსთაველიდან ჩვენ ვერ გავიგებთ. ახლა ქართული ცნობა უფრო რეალური იმიდან. რუსთაველის პოეზია სუფთა ესთეტიკა არის. ეს სუფთა ფილოსოფია, თანაც არაქართული, არამედ პლოტინისებური ემანაციის თეორიაზე აგებული. ხო, ბიბლიური რემინისცენციები ბევრი არის, ბიბლიური რემინისცენციები, როგორც წყება სამყაროს შექმნა. ხო, მიმოფანტულია კიდე ვთქვათ, სხვადასხვა ადგილზე აფორისტულად ის რაც ახალ აღთმაში გვხდება. მაგალითად, აი ესეთი როგორიც არის არა არის დაფარული, რომ არ გამოცხადეს. ბოლოს ყოვლი დაფარული, ცხადზე ცხადად გამოცხადეს, ეს რუსთაველი. ბოლოს ყოვლი დაფარული, ცხადზე ცხადად გამოცხადეს. ც. ნახეთ? ხედავთ? ნახეთ როგორი მუსიკალობა ძველ ქართულში არა არის დაფარული, რომელი არა გამოსცხადდეს. არა არის დაფარული. თანამედროვე ქართულში ყველა არაფერი არ დაემალება, ბოლოს სააშკაროზე გამოვა. ძველი ქართული სინტაქსიც უხდება, მაგრამ რუსთაველი უფრო მაგარია. ბოლოს ყოვლი დაფარული ცხადზე ცხადად გამოცხადდეს. ამას რო ბიბლია გაერითმა, რა მაგარი კაცი იქნებოდა ისე რა. კარგი ისე. და შეხვდება ესეთი ადგილები, ხო? ასევე რუსთაველი იცნობდა პლატონის ფილოსოფიასაც, აგერ ხო იძახეს. ასევე იცნობდა ჩინურ აფორიზმებს. ჩინსა ქვაზეზა წერია, ვინც მოყვარეს არეძებს, იგი თავისა მტერია. ეს ამოუკითხა სადღაც საათ, რომელიც არ ვიცი და დაიკარგა ეს ყველაფერი. ყველაფერი ეს ძეგლი დადგა და მართლა ძეგლი არის. თან კიდე ქართული ყოფა კულტურა აქ არის სწავლება. აქ ვერ შეიმეცნებ ქართველს. ეს არის პოეზიაში გარკვეული ხედვა ნეოპლატონიკური და იმ სინათლის ესთეტიკისა, რომლის ავტორი არის ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი პლოტინი, მესამე საუკუნე 205-275 წელი, მესამე საუკუნე. და ამას სკოლაში რო ასწავლიდნენ, ახლა რამეც გაიგებდა ხალხი.
ახლა ქართული ცნობიერება რომელიც ადვეძებოთ მაგალთ. აი აქ შეიძლება მაგალთ თუნდაც აი შუშანიკის წამება აქ რას გვასწავლის ეს. შუშანიკის წამებაში უკვე აქ გავიგებთ როგორი დამოკიდებულება აქვს შუშანიკის ეკლესიასთან. რა არის ეს ქრისტიანობა? ეს ყოფითი პროზა არის. მაგრამ დაქვემდებარებული ეკლესია და თან ეკლესიის ხუცესი წერს ამას, იაკობ ცურტაველი ხუცესი, მოხიბლული ამ ხალით, როგორც რუსთაველია მოხიბლული თამარ მეფით. და შთაგონების წყაროთ ეს იყო და არც დაუმალავს თქვა რომ მას ვაკებ ვინცა მიქია. ესე იგი ადრეც დაუწერია. რაღაცა რომელიც ჩვენამდე არ შემოდის. წარმოიდგინეთ ახლა ჰომეროსის იმან მოაღწია ჩვენამდე ხელნაწერებით. პლატონის 34 დიალოგი ჩვენამდე მოღწეული აქედან ავთენტიკური არის 23. 11-იც კიდე ჩად, მაგრამ მთლიანად არის მოღწეული და რუსთაველი. ბიჭო ორიგინალი ხო არ არის. და ხელნაწერები არის 300 წლის შემდეგ რა. ხელნაწერები და აი კაც მთელი როდის მოაწესრიგებდნენ რომელია რუსთაველის, რომელიც ფსევდო რუსთაველის, მე მიმდევრები გაუჩნდა რუსთაველის მეფეები ყველა ეჯიბრებოდა. იმიტომ რომ იქ შაირობის მთელი манифесტი შესავალში დაგვიდო შაირობა სიბრძნეთა ერთი და აბა ვინ არის კარგი პოეტი და 3-4 კატეგორიის პოეტი, ასევე სიყვარული. სიყვარულის манифестიც არის იქა. და ეს ყველაფერი მაგას ანტიკური ფილოსოფიიდან აქვს აღებული და უაღრესად განათლებული კაცი უნდა ყოფილიყო რუსთაველის, ხო? კარის პოეტი, მაგრამ არაფერი არ ვიცით ლეგენდა. მეტი ვიცით პლატონზე, ჰერაკლიტეზე, სოკრატესეც კი გადამცევით ვიდრე რუსთაველზე. რუსთაველზე გადამოცემაც კი არ ვიცით. ანეკდოტებიც კი არა, ანეკდოტი ნიშნავს ამბავი. არაფერი არ ვიცით. ახლა მითხარით, რა ერი ვართ ჩვენ? და გვაშორებს რუსთაველს 809 წელი არც კი, ხო? რა მოხდა? რა შეემთხვა ამ კაცს? როგორ მარტო ეს დაწერა, მეტი არაფერი? ასეთი ნიჭიერი კაცი? ამიტომ არის რომ ჩვენ მოიცათ რა. თუ ისეთი კაცი გამოგვერიაო, გამიგერნომელი აი დიდი კაცი ისე დავკორდი როგორც დაკოდილძე რა სხვაებიო გამსახურდა თავის დიდოსტატში გიორგი სათქმევინებს პიპასთან, როცა უკვე ბოლო პერიოდი აქ დაჭილი რო კვდება უკვე. აი ვერ ვისავლეთ რა მთელი რიგი რა. რა არა კაცობა არის. გინევით გინდა ხალხი გაიმრავლო? ცოდნით გაიმრავლე. აი პატრიოტობას რა განათლება უნდა? ყველა საქართველოში ხარ ვაგდო პატრიოტს ხდება თავზე. ვინ სულ თქვია რომ არა პატრიოტი ვარ. მე ვიძახი არა ვარ პატრიოტი. გაიგეთ პარადოქსია. და ესენი კიდე რაღაცა პატრიოტობა და ქართველობა და ერთმანეთს ეჯიბრებიან, მე უფრო მაგარი ქართველი ვარ და ახლა რუსების დედა და ევროპის დედა და აი მაგარი და ერთმანეთს დაერევიან, მე ორი პატრიოტი ერთმანეთს ჭამენ. რა პატრიოტობა ხალხო არ გამაგიჟოთ ხო? ასე რომ რუსთაველის პოეზია დარჩა ისე გამოკიდებული და შემნაირი ადამიანი დატყვევა ამ პოეზიის რაღაცა მუსიკალობა რითმით და იმ სიბრძნით რომელიც ქართულ ენაზე დაწყობილი არის იმ ქართული ენის მეშვეობით და როგორი ენის დიდოსტატია რა. არ გინდა ესე დაწერო. გველსახვრელი თამაიყვანს ენა კბილად მოუბარი. ნახეთ რა სიბრძნეა რანაირად დალაგებული და რამდენი ერთი ასეთი არის რა. აი რომელი ახლა ხوار გავილექსები მე. მაგრამ ეს მკვდარია. უკვე ქართველებისთვისაც მკვდარია. იმდენად დაეცა ესთეტიკური გემოვნება საქართველოში პოეზიის აღქმისა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვერ გაიგებს, საწყენია. და ასე სამუზეუმო პოემა გვაქვს. მარტო ის განსწავლული პოეზიაში კაცი ესთეტიკოსი იმას ესმოდათ რა. აი ჩხენკელის ნაირი გურამასათიანი და ჩამოგითვლით თუ გინდათ. დას თუ უსაფუძო და მარტო ახლა ისწავლე და მტენი ამას იგრძენი ეგა და მე რა არ გავარჩიოთ ახლა. რისი მომცემია პრაქტიკულად. საწავიდე ქართველი. არ არის ეგ რუსთაველის მიზანი არ იყო დაეწერა პოემა სამაგალითო. ეს იყო ხელოვნების შედევრია. და ეს ცნობიერება კი რაც მაგან წარმოჩინა მართლაც უკვე ევროპა მე-12 საუკუნეში აგე ეს როგორ არის გაასწრო დანტესაც დანტე და პეტრარკა არის მე-13 საუკუნეები. 1265 წელი არის დანტე. 1265 და 1321. ეს არის დანტე. რუსთაველი აქეთ არის. და რა ეპოქაა, მაგრამ რა? ვიძახოთ ახლა რუსთაველის ქვეყანა ვართ. ხო და პროზას კიდე უკვე აი ქართულ პროზას რო გადავხედავთ, ჯერ ერთ იქიდან ვერაფერს ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ემსახურება ეკლესიას და ამისგან დისტანცირება ხდება როდის? აი უკვე რუსთაველიდან. ეკლესია ძალიან არ სიამოვნებდათ ეს პოეტები. ეკლესიის მიერ დაგმობილი იყო რუსთაველიც, გურამიშვილიც, ბარათაშვილიც, ილია ჭავჭავაძეც რო იცოდეთ. გულწრფელად რო ვიყოთ. და ილიას და მე-19 საუკუნეში ქართულ მწერლობას ის აახლოებდა რელიგიასთან
და შეიტანა ამებმა შეიტანეს ქართველებმა ინტელიგენციამ ეროვნული მოტივები ეკლესიაში. იმიტომ რომ ესენი დეისტები იყვნენ და ღმერთი არ წამდათ. და ქართველი მართლმადიდებელი მღვდლები ისედაც ქართველობდნენ, უფრო გააქართველეს და ამ ნაციონალიზმით ცარიზმის რუსეთს უპირისპირდებოდნენ. ამ დაპირისპირებამ, რა თქმა უნდა, ბერი ქართველი შეიწირა, შეთქმულებები ჩაიშალა და დაიხოცა ბევრი ციმბირში. და აგერ საბჭოთა იდეოლოგიამ ისევ გაგვაერთიანა რუსებთან და საბჭოთა კავშირში უკვე აღორძინდა საბჭოური მიდგომა მეცნიერების, ხელოვნების, უნივერსიტეტები გაიხსნა, სულ ყველაფერი და ის ძველი წარსულს ჩაბარდა. ახლა მაინტერესებს ჩვენ რა ვართ და აგვერეთ პირველი შუა საუკუნეების ცნობიერება, რომელიც უნდა ამოვიკითხოთ ქართული ლიტერატურიდან. სად არის ეს ლიტერატურა? მეორე, მე-19 საუკუნის იმპერიაში მყოფი ქართველების ცნობიერება. ესეც ლიტერატურიდან. აქ მართლა ბევრია, უკვე პროზა, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები უკვე წერენ, მაგრამ ისინი არიან გამსჭვალული ეროვნული ნაციონალური შეფერილობით. ილია, ვაჟა, აკაკი, ალექსანდრე ყაზბეგი, იგივე დანიელ ჭონქაძე. ისინი ებრძვიან რუსულ თვითმყოფელობას, ისევე როგორც რუსეთში ებრძვიან მწერლები მე-19 საუკუნის რუსულ თვითმყოფელობას და დოსტოევსკი დახვრიტას გადარჩა. ჩვენი მწერლებიც ბევრი გადარჩანენ, მაგრამ უკვე მე-20 საუკუნეში მარქსიზმმა რო გაიმარჯვა და კომუნიზმმა, მთელი ჩვენი ნიჭიერი ხალხი ჩადგა ამათ სამსახურში. და ძველი ქართული ლიტერატურა დააბრუნეს, გადაამუშავეს და დაუქვემდებარეს საბჭოთა იდეოლოგიას, მოაშორეს სასულიერო რაღაც გარკვეული გარსი. ამიტომ ისწავლებოდა შუშანიკის წამება, აბოთბილელი პატრიოტიზმიდან, მხოლოდ საბჭოთა კავშირის პატრიოტიზმი იყო, როგორც ასეთი. ქართული ნაციონალობა საბჭოთა კავშირში წაშლილი კი არ იყო. და როცა ახლა გავედით ამ საზღვრებიდან, დარჩით ესეთ გაუბედურებულები და აღარ ვიცით ვის გავეკიდოთ. საერთოდ უცოდინარები ვართ, რა ვსწავლობთ, არ ვიცით ეს საწყლები და მთავარი ახლა ამოსავალი არის ფული როგორ ვიშოვა. გავხდით მეჯღანუაშვილები მასშტაბით. მეჯღანუაშვილები გარბიან საზღვარგარეთ, ფული შეულობელი, მაგრამ სხვას ვერაფერი. ფული რის ხარჯზე წვალობენ. სხვა დანარჩენი სიძულვილი აქვთ, იმიტომ რომ მათ ცნობიერება არ არის ადეკვატური იმ ცნობიერებისა, რომელშიც იმყოფებიან საზღვარგარეთ. და ვერ გაუგიათ, გულცივი ხალხი გონიათ. გულცივი ამერიკელი, გულცივი გერმანელი, შვეიცარი, ერთ შეხედვით მართლა რა გულცივობა ის კი არ არის. მანდა მაინც დღე და ღამე სამჯერ ოკოცნის ქუჩაში ქართველი გადაგილოჩნის ამ დორბლიანი იმეებს, რა აჯანდებათ იმედა ინ კოცნა. ხო რა არის ეს რა წესი არის. და აქ ესეთი რამე არ არის ახლა აქ ზედმეტით არ ლაპარაკობს. გერმანელი ზედმეტად არ შეგაწუხებს. დააწובה დაიძენებს, არაჭყრიალებს ამ მუსიკას. გერმანელი სხვანაირი კულტურაა რა კაცო ესა რა. და რანაირად არიან გულცივი ერი, ოჯახს როგორ შექმნის. გულცივი გერმანელი ცოლი დაქმარი როგორ იქნება ბავშვების მიმართ, ისევ გულცივი ხო? ეს ჩვენი აღქმა, უტვინო აღქმა. იმიტომ რომ ჩვენ გულთველები ვართ, ხონჩოლი გარეთ, ხონჩოლი სახში, კოლექტივიზმი სახში და ცუცოლი მოიყვანებ, მთელი ნათესავება უკვე გიყურებს, რას აკეთებ? აბაყური მოდებული აქვს. რაკენ ახლა ბიჭი გააჩინე? გოგო ფუ, გაიგიცხვანა, არაჩენს ხალი კაცო. რა არის, ბერწია? დღესაც არ არის, მგონი უნდა იყოს, ხო? ბევრჯერ მithქვი ეგა და საინტერესო თემა არის, საინტერესო ეგ რომ ქართული ცნობიერების შესწავლა თუ გინდა ჩვენ ქართული ლიტერატურა უნდა გავარჩიოთ და მე წინ წავიდეთ.